Ციმს ამოვედით მე და ქალბატონი თამარი გდანსკის მატარებელში. არადასალი არაფერი. მე ნერვიულობით მოვყრი, იმიტომ რომ რაღაც ამბები არ მithondებს მაინც და ეხლა მივდივართ გამოგზავნოთ. ეს თათვარილებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გზაა, რომ მატარებლის ტრიფი გააკეთოთ, იმიტომ რომ ანუ აბსოლუტურად ყველაფერს გაივლით რა ყველანაირ ადგილს, არა მარტო დიდ ქალაქებს, აი ესეთ მიყრუებულ თოვლიან შედარებით ცარიელ ტყეებს, მინდვრებს და ასე შემდეგ და ძალიან საინტერესოა რა. დამეთანხმები? კი, არავინ არ არის ხო? ორი ბილეთი ვიყიდეთ და 4 ადგილი გვაქვს. გავშალეთ სუფრა. კი, მინდა გითხრათ რომ ოდო გიმართლებ. ჩოპსტიკი, ყავა, ტკივილგამაყუჩებელი. მართლა ძალიან სიმამაზეა. ხალხო მინდა გითხრათ რომ მარიამს ვაიძულა რომ Stranger Cringe დავამთავროთ და მოყურებთ Stranger Cringe honestly hard watch, მაგრამ მე ძალიან გული მტკივა რომ ჩემი საყვარელი შოუა ამათ გადააქციეს, მაგრამ რას ვიზავთ და მარიამი ყოველ საღამო მიზოგავს თითო ეპიზოდს მაყურებინებს და ნერვები დამაწყდა. იმიტომ რომ ერთი სული მაქვს, როდის ანუ I will just move on. ინცირა მაკლია. ჟილე ტაქსი. Taxi. Jakiś tam O, a przy okazji to zobaczcie co wziąłem ze sobą, ta flaszka mu to ზუსტად 3 საათი ავსავებ და ისეთი გზა რომ აი საერთოდ ვერ ვიგრძნით აქამდე როგორ მოვედით რა და მეთანხმება ალბათ ქალბატონი თამარით. ერთადერთი ანუ ჩვეულებრივი სნოუსტორმებია რა მატარებელიდან ჩანს როგორი ქარბუქია. ეხლა არის, მაგრამ ზოგადად შემდეგ ვიდეოს უკვე გრაფიკში გადავიღებთ. ვედით გდანსკში. ნუ ჯერ მხოლოდ სადგურში ვართ. მაგრამ უყალავენ. ესეც ჩვენი გდანსკი. თაკო როგორ მოგწონს? ძალიან აზია, ხობანახეთ. თიმ ვარშავა თუ თიმ გდანსკი? გდანსკი. უჭველი. ძალიან მოგწონს. აქ წამოვედით თაკოს მამის რეკომენდაციით. ულამაზესი ქალაქიაო და მართლა ძალიან ლამაზია. ერთადერთი პრობლემა ხალხო რაც ქოქისაა რომ ანუ ძალიან ცივა ეხლა. ეხლა ამ წამს ზე გამოვიდა. ძალიან ფოტოებს ვიღებდი და გარდავიცვალე ისე ციოდა. საქართველოში ყველაზე პოპულარული travel vlogeri ანუ მე. მინდა გითხრათ რა მომწონს ესეთ ქალაქებში რა. ეხლა აქ ხარი მდინარე. და ძირს თუ შეიძლება. აქ არის დეკი. ანუ ხის რაო? ხის ისინი ფიცრებით რა ქვია? მური? არა. დეკი არ არის. დეკ. არ ნავებსადაც არ ვიცი ქართულად რა ქვია მაგას. ბორანი? არა, მოკლედ.
ნავებს სადაც აბამენ მთელი მაგითია გაწყობილი იატაკი. ეს არის ჩემი ფაუყანი ჩემი აზრით. ყველა ის ქვეყანა რომელშიც ესეთია დაგებული მდინარეების და რაღაცების პირას არის სხვა ქვეყნებზე ოდნავ უკეთესი. ამის ხამინდოდა. თაკოდადი შთაგონებული. გეგმა გვაქვს რომ წავიდეთ სად თაკო? მეორე მსოფლიო ომის მუზეუმში. ოღონდ აი ხალხო ტუჩავს აღარ მომოძრავებ. ანუ ჯანი შევლაპარაკო, იმიტომ რომ გავიყინე. იტყუება ბოტოქსი აქ. ხო, ვილი ბობი ბრაუნი ვარ და ბოტოქსი გავიყინე ჩამეყიდა. აღარ ვლაპარაკობ შაბეშვილი. ეს გემი მე მისახსოვრეს. შავი, დიდი. მითხრეს რომ შენ დეკები ისე რომ მოგწონსა, გემს იმსახურებოდა, მეთქი კარგით არ გინდათ პოლონელებოდა, არა გემი უნდა მოგცეთ. და მეთქი კაი ხო ჯანდაბას, ოღონდ დიდი უნდა იყოს ხო და ეს მომცეს. Народный музеум Морские. ზღვის ანუ ზღვის სახალხო მუზეუმი. ხალხო მუზეუმი მადლობთ. აკვამენის გახსნილია. ესეც მუზეუმი გარედან. მეგობრებო, მე და თაკო მოვედით რაღაც fusion რესტორანში გდანსკში. ძალიან კარგი სიტუაცია, თანახებ შინიდანაც. და მუზეუმს რაც შეეხება, ანუ ნამდვილად ყველა ადამიანი უნდა წავიდეს ჩემი აზრით, უბრალოდ ჩვენზე პირადად საკმაოდ ესეთი ნეგატიური გავლენა მოახდინა იმ მხრივ, რომ რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ჩამოვედით და ძალიან რაღაც დავიძაბეთ და ასე შემდეგ. ხო და ეხლა გამოვედით, რომ ჭამოთ და დავბრუნდეთ ვარშავაში. ყველაფერს გაჩვენებთ, ყველაფერს დავაგემოვნებთ. მე და თაკოს ორივეს ან გვყავს აზიური საჭმელები, ამიტომ we should like this. რაღაცა მე მგონი ვიეტნამ. არ არის ვიეტნამური. აილანდური უფრო, მაგრამ სხვა რაღაცა არის. და მოგვიწერეს აი ეს პური, რომელსაც ახლა თქვენს ვაწიკავს. ჩვენ არ გასინჯა, უნდა მიეტანო იმ ბოულს. ხო, აი არ შეიძლება ამ პურის გაფუჭება ხალხო და თაკომ შევკვეთა ლიმონათი მე ამერიკანოდან საჭმელს ვეღარ არ მომეწონა. იმიტომ რომ ვაფშე დიდად არაფერს გემოარ აქ. ხანა ნახეთ საჭმელი როგორ მომიგონა. ბანძია ლიმონათი? ჰუმანა ელექტროლიტის გემოა. აი. ვიცოდი რომ რამე ეგეთ კომენტარს გავუკეთებდი, ძალიან ცუდია კი. აბა შენი ყავა როგორია? აი, აბა კაი. Ну, შემეძლო მეც ყავა მეღო ალბათ, მაგრამ თაკო ეკითხება, do you have any special homemade lemonade? ამათმა აი ეს მომიტანეს მეგობრებო. ამათმა ჰუმანა ელექტროლიტი? ბოული ძალიან გემრიელია. Nice. ვაგრძელებ ჩვენს მოგზაურობას მატარებლით. და ეხლა მივდივართ. თაკოს თუ მესიჯები არ მოუვა, რა თქმა უნდა, და ნერვები არ მომეშლება. ვაგრძელებთ მომეთ ჩვენ მატარებლის ვიაში და ეხლა მივდივართ კრაკოვში. მეორე დღეა. ფაქტიურად გზაში უფრო მეტი დროის გატარება გვიწევს ვიდრე ქალაქში, მაგრამ აქაც წაგიყვანთ. მე კურსასმენები კვლავ დამავიწყდა, მაგრამ სამაგიეროდ უდიდესი ყავა მაქვს.
და გამოყვები. ჩვენი მოლოდინები როგორია? ჩვენს ვოიესთან ეკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ გდანსკზე გავგიშდი, ულამაზესი ქალაქი იყო. და რაც შეეხება კრაკოვს, კრაკოვიც ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალაქია და ძალიან excited ვარ. და მჯერა რომ აქაც ძალიან კარგად გავერთობით და ვისი ამოვნებთ, იმიტომ რომ ხედებით ძალიან ლამაზი იყო ფოტოები, რაც ვნახე და ნახოთ. ჩვენ მოვიფიქრეთ ესეთი რაღაც, რომ თამაშობთ ბიზერის სიტყვების გამოცნობანას. Twins იცით ბიზერი, ეს არის ქართული სლენგების საიტი და არის ბევრი სლენგი, თურმე ინგლისურში უფრო მეტი სლენგი გვცოდნია მე და მარიამს. ახლა ქართულ სლენგებს ვტესტავთ და მინდა გითხრათ, რომ მარიამი მიგებს ერთი ცნულის. ხო, რაც შეეხება ხედებს, ვისაც გაინტერესებს. ტარა! ანუ პოლონეთი გამოირჩევა ესეთი სწორი მიწევით, რომლებიც ხეებითაა დაფარული და რაც თავარია თოვლით. და დღეს მზე არის სხვათა შორის, ქარბუქი აღარ არის და ფანჯრებზე ფიფქები აღარ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ კარგი ფოტოები გამოგვივა. და რა ვიცი, კიდე მე შემიძლია პოლაროიდები დავათვალიერებინო. იდეალური რაც გადავიღეთ და მინდა გითხრათ, რომ მე და მარიამა აი ამაზე ვიჩხუბეთ, ვის დარჩებოდა. ანუ აღმოჩნდა, რომ ორივე ლამაზად ვართ. ნახეთ, როგორი კარგი პოლაროიდია. Wait, I need to zoom in. Cute. ამაზე ვიჩხუბეთ, იმიტომ რომ ორივე კარგად ვართ აქ და იმ მეორეში მე ძალიან მახინჯი ვიყავი და არავებო შეგქონდესო და მე იმ მეორეში რომ დამინახა მარსა რა მახინჯი ვიყავი, შევეცოდე და ამიტომა. Nice. ჩამოვედით კრაკოვში და მივდივართ. სად მივდივართ? თუ შეიძლება კამერა დაწიეთ. რო გადაგიღოთ. სად მივდივართ? მივდივართ და არ ვიცი. ცენტრში. ჩვენ ხო ცენტრით ვიწყებთ სულ. ნო? ეს ჩემი სახლია სასტუმრო. მადლობა რომ ვიდეოში შემოხვდი. მოვიდა ქალბატონის კლინტიანი თამარა გარეთ Starbucks-ის ტუალეტში იხეხავდა აი ამ თავის კლინტს დაახლოებით 3 საათი. ადმინისტრატორს და ადმინისტრატორს დაუძახეს, რომ ანუ ტუალეტში რაღაც ხდებაო რა, ჩაკეტილი ჰქონდა კარი, მაგრამ ნუ ხო, ზოგადად ადამიანები კარს კეტავენ ხოლმე ტუალეტში რო შედიან. ახლა მეგობრებო, ჩვენ მივდივართ ძველ სამეფო სასახლეში. ტიპიური ევროპული ქუჩა გავიარეთ. ანუ გიჟდები მინდა რომ საქართველოს აი ესე იყოს მორთული ხოლმე ახალ წლებზე. მაზე მეგობრებო, ერთ-ერთი რამე რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა რომ მარტო 4-ის ნახევრამდე შეგიძლიათ შესვლა. ამიტომ ჩქარა უნდა ვიყიდოთ მე-10 კომაც დილითები. წავედით. აი მიყვარს ის მომენტები ზუსტად 3 წამით რომ მზე გამოანათებს და ყველაფერი რომ ლამაზდება. ზუსტად 3 წამით გამოანათა მზე.
და ავტომატურად გავბედნიერდით. ეხლა დღეს ჩვენი გეგმა, რომ როგორმე სადმე კარგი ადგილი ვნახოთ და გემრიელი პიროგები ვჭამოთ. კი არა და პელმენები. იმიტომ რომ პირველ დღეს რაც ვჭამეთ იყო bullshit. ასე რომ ალბათ მან წავალთ. და ჩემ უკან შეგიძლიათ დატკბეთ კრაკოვის ხედებით. ჯერჯერობით რაც ვნახეთ იმის მიხედვით ჩვენი რეკომენდაცია გდანსკს. ანუ უფრო მოგვეწონა ვიდრე კრაკოვი, მაგრამ შეიძლება შეიცვალოს შთაბეჭდილება. მეგობრებო, მე უკვე შემოვიდით პოლონური საჭმელების გასასინჯად. Second shots ვაძლევთ ჩვენს ძველ იდეას და ახლა განახებთ რებია მენიუში. პოლონური სამი არის, ეგეც ვთქვი. ხო, სამი რაღაცაა პოლონური, იმიტომ რომ ალბათ რაღაცა beef London-ში შემოვიდით, მაგრამ it's okay. და გვინდა რომ გავსინჯოთ ტარტარი, რომელიც არის უმი ხორცი. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი რისკია. თავიდან არ გვინდოდა აღება, მაგრამ ბოლოს გადავწყვეტეთ, რომ პოლონური რაღაც ხორმა გვესინჯა, ამიტომ ტარტარი უნდა გაგვესინჯა. ზოგადად ხო იცით ისეთი ხალხი რო აი რისკიანი საჭმელების გასინჯვაში მე არ ვარ ეგეთ. ანუ მე შემიძლია ყოველდღე მაკარონი ვჭამო. მაგრამ მე ვაიძე. ძალიან ეს თუ ვარ? მაინც აი ჭედა ურასწორია, როცა რაღაცა ახალს ვინჯავ და ეს ყოველდღიურ რაღაცებიდან ცოტა გადავუხო. ეს რო დალიო. ეგ არ მინდა. ეგ იცით დავჭერდა. ყოველ შემთხვევაში 50000 შევკვეთეთ მეთქი. ხო, თავი დავიზღვიეთ, რომ შიმშილით არ მოგვდეთ და ის საშინელება აღმოჩნდეს. ხო, მოვიდა ჩვენი ტარტარი, ანუ უმი ხორცი. კიდე კაი რაღაც ფენსი ადგილას ვარ, თორე ამას არ ვენდობოდი. ძალიან კაია, რომ პურიც მოვიჭერ, პურიც დავიწყე. პურიც დავიწყებ გასინჯოს. ქოგო, შეიძლება გემრიელია, იცი, ცუდად არ გამოიყურება. არა, ცუდად არ გამოიყურება, უბრალოდ მოზად ხარ? ვისი გემოა? ხორცი. ჰა? გემრიელად შეზავებული ხორცი. Thank you. With this for Draft is mine and with herbs. Let's go sinjot. სხვათა შორის ბავშვობაში ვიპარავდი კატლეტის გამზადებულ ხორცს რა, სანამ შეიწვებოდა. ასე რომ ძალიან მიყვარდა ეგ გემო. უმი ხორცის და შესაბამისად ეს ჩემთვის არ უნდა იყოს რაღაც უცხო. იცოდი ეგ ამბავი შენ? არა, მაგრამ ბევრი აკეთებს ხოლმე მაგათ. მოდა ეხა გავიგებ, რავი. ამას ძალიან მომეწონა. Cheers. ყველად მეშინოდა. ხო, ძალიან გემრიელია მართლა. გემრიელია. და ზუსტად იცით რისი გემოა, აი იმ კატლეტს რო ვიპარავდი, ზუსტად. მართლა მაგის გემოა. I think if we add little more salt, ცოტა დავამარილებ უკეთესი იქნება.